მოგესალმებით ყველას. დღეს რაზე მინდა ვისაუბრო? აქვე ბანერიდან და ლოგოდან ამ კონკრეტული წარმოებიდან სათაურიდან გამომდინარე. დღეს მექნება საუბარი ზოგადად წარმოებაზე, საქართველოს წარმოებაზე. აი, დღეს მაგალითად იხარჯება ძალიან ბევრი თანხები, გაიცემა პროექტები სიტყვაზე, მაგრამ ეს ყველაფერი შემთხვევით ხომ არ არის სიტყვაზე ვიღაცის ჯიბეში ჩადინებული ფულების ნაწილი, რომ აი რაღაცას ძაღლს რო ძვალს გადმოუგდებ და აგერ გადმოგვიგდეს რაღაცა და ნაწილი უკვე თვითონ მიდის, თორემ მე ვერაფერს ისეც ვერ ვატყობ, მხოლოდ ერთეულების ხარჯზე მიდის ადამიანების გამდიდრება და დანარჩენი უმეტესი ნაწილის ღატაკად და გაუცაძლის პირობებში. ზოგადად მსვლელობისას ვისაუბრებ, რომ საქართველოს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი მაგალითად ტურიზმთან დაკავშირებით. აგერ არის ჩაწერილი მაქვს ტურიზმი. საქართველო არის ერთგვარი სანახავი ქვეყანა ტურიზმთან დაკავშირებით, მაგრამ ის ადამიანი რომ ჩამოდის აქ, უცხოელი რომ ჩამოდის, უცხოელს აქ მარტო ის კი არ უნდა დახვდეს ეს დალოცვილი რაღაცა კედელი ან რაღაცა მიწაწყალი. მას აქ უნდა დახვდეს ქართული სამზარეულო, ქართული კულტურა, ძალიან ბევრი ტრადიცია, მამაპაპისგან დატოვილი, სისხლით შექმნილი, თითეული გოჯი მიწით შემოღებული ესა თუ ის სამზარეულო, რომელიც ცნობილი გვაქვს, ძალიან ბევრი რაღაცა არის ჩვენ საქართველოში დაგემოვნებულმა იმ პროდუქტმა, ხო ის გახვებათ მთელი წლები და ის გემო ექნებათ, ალბათ ის გემო ისევ ჩამოიყვანს აქ. ის ჩვენი ქართული სტუმართმასპინძლობა, ტურიზმი ზოგადად ძალიან უნდა ყვაოდეს საქართველოში, მაგრამ რის ყვავის მხოლოდ ერთმანეთი შეცილება აქვს და მხოლოდ ზოგიერთ ადგილებისთვის თავად იკეთებენ რაღაცებს, რომ ზოგადად საქართველოში უნდა არის ძალიან ბევრი საკურორტო და სოფლები, რომლებიც იცლება გზები მივიდეს ადგილამდე, შევიყვანოთ გზები, დიდი რაიონები ერთმანეთს დაუკავშირდეს, რომ უფრო ადვილი გახდეს გადასვლა, დახმარება მოხდეს მთაში. როგორ არის იცი, ზოგადად საქართველოს გადარჩენა სოფლის მეურნეობის გარეშე შეუძლებელია. სოფლის მეურნეობა და ტურიზმი ეს ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, მაგრამ მე რატომ აქვს საუბარი ახლა რატომ მოვიტანე აწარმოესთან დაკავშირებით და რა შუაში არის სოფლის მეურნეობა. აი ახლა მაგაზე მაქვს საუბარი კონკრეტულად მე თვითონ, რომელიც უშუალოდ ვეწევი სოფლის მეურნეობის საქმეს, მცირე იქნება თუ ჩემს რაღაც ფერმერულ მეურნეობას და ყოველთვის როდესაც რაღაც დამწყები ფერმერი ხართ, სიტყვაზე დავიწყეთ, ახლა მეკურთხლეობა, მეღორეობა, მეფრინველეობა, როგორ არის იცი, ბაზარი დიდი გვაქვს ქართველებს, მაგალითად ღორის ხორცი გინდა, საქონელი გინდა, ყველი გინდა, რძე გინდა, კვერცხი გინდა. ესაჭიროება, მაგრამ მოდი აბა გადით აბა შეიძლება თქვენ არ გესმით, მაგრამ მე ამ სფეროში ვარ და კარგად ვარ ჩახედული და ვიცი, წამოდი ადამიანები ღორებს ვერ ყიდიან, ცხოველს ვერ ყიდიან და თუნდაც როგორ არის იცი, მათხოვრობა უწევთ, რომ როგორ ცოცხალ წონაში რომ 4 ლარს შემოგთავაზებს ყასაბი გამიგე, ეს არის კატასტროფა. არადა ხორცი ქართული ნატურალური ხორცის წარმოება ზოგადად დეფიციტია და ამაზე გავაგრძელებთ ამ ყველაფერზე ვიდეოსთან მიმართებაში. პროდუქტთან დაკავშირებით რუსეთიდან მარაგდება ხორბალი, რუსეთიდან შემოდის. მე მყავს მეგობრები, რომლებიც უშუალოდ მაქვს კავშირი, რომ
რუსეთიდან შემოდის ხორბალი, გასაგებია შემოდის, მაგრამ სად არის ქართული ხორბალი? სად არის იმდენი ხორბალი, რომ განა არა გვაქვს იმდენი მიწები, რომ ქართული სოფლიდან მოწეული ესა თუ ის პროდუქტი, ახლა იქიდან ჩამოტანილი თურქული პამიდორი და კიტრი რო არ ვჭამოთ, ეს დალოცვილი განა ქართული კიტრი და პამიდორი ცოტა გვაქვს, სახელგანთქმული კარტოფილი, რომელიც თურქეთიდან შემოდის და საქართველოში უკვე გადაშენების პირას არის, ამაზე არავის საუბრობს, გადაშენების პირას არის უკვე და გაუბედურებული არის ჩვენი, თუნდაც მე ვარ მესხი და მესხეთში, ახალციხე, ახალქალაქში დამპალპება, ზეზეულალპება კარტოფილი, იმიტომ რომ დაავადებული კარტოფილი შემოდის და არანაირი საზღვარი, არანაირი კონტროლი არ გააჩნია საზღვარზე, და აქედან გადის კარგი კარტოფილი გინდა, პროდუქტი გინდა, უნდა აიკრძალოს ქართული ცხოველის გაყვანა, თუ გავა მას დიდი საბუთი, დიდი ნოტაცია, თელი ნუსხა უნდა გაყვეს, თუნდაც ეს ეხვეტება უკვე ოსეთი, რუსეთი, დარიალის ხეობიდან, ვლადიკავკაზისკენ, ეხვეტება სომხეთი, ეხვეტება აზერბაიჯანი, ქართულ ქოსებს, გრძელბეწვიანებს და ქართულ ნაგაზებს, უკვე ქართული ჯიშები უკვე სადღაც უცხოეთში უნდა ვეძებოთ ჩვენ ზოგადად ქართული უკვე ყველაფერი მოხვეტეს, წაიღეს. მოდი გადავიდეთ თურქეთში, რომელიც კანგალი, რომელიც გააძლიერა თურქეთმა ქართული ნაგაზის ხაზით და მე ვამბობ, რომ კანგალის წინაპარი შთამომავალი არის ქართული ნაგაზი. და მოდი აბა თუ მაგარი ბიჭი ხარ ჩამოიყვანე, წამოიყვანე აბა თუ მაგარი ბიჭი ხარ ვინმე ჩამოიყვანეთ კანგალი თურქეთიდან. ჯერ რომ ვინმე დაგინახოს საბაჟოზე რომ თურქული კანგალი გამოგყავთ, მით უმეტეს საქართველოში რას ამობ, ეგრევე ციხეში გატენიან და აქედან კაცო ერთი ლეკვი კი არა, 10, 100, 1000 ცხვრის ფარა გინდა, თურქებმა გადაზიდა, ირანმა გადაზიდა, ყაზახებმა გადაზიდა, ცხვრის ფარები გინდა, დოღი რო დაიწყება წავიდა, მიხავთ, საქონელი გინდა, ამ სფეროში ვარ ჩახედილი და ყველგან მყავს უკვე მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები, მოკეთეები, როგორ არის იცი, იმ ხელა ფას თავაზობენ ამ ადგილობრივ საქონელს და მიაქვთ აზერბაიჯანში და აზერბაიჯანელებს მარნეულისკენ, სასომხეთისკენ მიედინება და გადადის ყაზახეთისკენ მიდის ჩვენი ქართული ხორცი და ამაზე ვიდეოსაც შემოვიშველიებთ, რომ მარტო ჩემი რაღაცა სიტყვა არ იყოს, როგორ არის იცი, ვაშლი გინდა და წელს მაგალითად რამოდენიმე დღის წინ ჩამოვიარე შემოვლითი გზით მოვდიოდი და იქ გორელ ბიჭებს ჰქონდათ მანქანა გაჩერებული, იქ ერთი იყო ახალციხელები, კარტოფილი ცოტა შევიძინე, თან გამოველაპარაკე იმასკენი და წარმოიდგინე ერთი ბანანის ყუთი, სავსე, გოლდენი, ბროცკი, ვაშლი, რავი რა ღირდა 8-9-10 ლარი. და ეს იყო სასაცილო ფასი, ანუ ეს იყო უბრალოდ მეთქი 1-2-3 კილოს ვიყიდი თქო და შემცვა რომ ისეთი ფასი ქონდა, უკვე სასირცხვილო იყო. წარმოიდგინე, როდესაც აქ ახლა რაზე მაქვს ხაზი, როდესაც საუბრობთ რომ უნდა გავაშენოთ სოფლის მეურნეობას, უნდა მივხედოთ სოფელი, უნდა გავამაგროთ, რომ საუბრობთ რომ აწარმოებს ფარგლებში ვაფინანსებთ, გასაგებია, მაგრამ ბიჭო იმ კაცმა რომ დარგო დათესა, მეცხოველება გავაკეთე, აგერ სიტყვაზე მესაქონლეობა გავაკეთე, იმას ვქენი, გამიგე რეალიზაციას არ გაძლევს, რეალიზაციის უფლებას არ მოგცევს. ასეთ შემთხვევაში მაგალითისთვის როგორ არის იცი, საქართველოს გააჩნია ქართული ჯარი, რომელსაც ქართული პროდუქტით უნდა ვამარაგებდეთ. მიმიღთ, ისევ ჩვენც გამოვიყენოთ ეს ჩვენი პროდუქტი გლეხი მოწეულს თვითონ სახელმწიფო მიიღოს, ჩაიბაროს და რო ეცოდინება იმ გლეხს, რომ აგერ არის ჩამბარებელი პუნქტი და უნდა ჩაიბაროს სახელმწიფომ, ჩვენ ბიჭებს ვაჭამოთ, მაგრამ მე ვიცი, რომ გაყინული საქონელი, ხორცი, გაყინული ღორი და ზოგადად გაყინული ქათამი შედის ჯარებში
და ჭამენ ის ადამიანები როგორც ზოგჯერ ტარდება ხოლმე ისეთი კუთხით რომ თითქოს გაყინული და ქართული მოწეული ერთ ხაზში გადის რომ გაყინული ღირს სადღაც 6 ლარი ნახევარი ის ხო 12 ლარია და ანუ ერთი იმდენს ის უგებს ზემოდან გამიგე ვისაც შეაქვს ძალიან დიდი უსამართლო მაფია ამასთან დაკავშირებით პოლიცია კიდე და იმას ხო კვება ჭირდება ანუ ჩვენ თვითონ რატომ არ შეიძლება ჩვენი პროდუქტი ჩვენ გამოვიყენოთ თქვენ მამაცხონებულებო სად წავიღოთ მაშინ ეს ყველაფერი როდესაც ჩვენ ამ იმას ვიზავთ პოლიცია ყავს ჯარი ყავს ციხეები არის ხომ ჩვენი პროდუქტი მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენი პროდუქტი როგორ არის იცი ისევ ჩვენ სახელმწიფომ გამოვიყენოთ მაგალითისთვის ახლა ვიდეოს სანამ დაურთავ მაგალითისთვის მოვიტან აზერბაიჯანმა მე მაგალითად მყავს ახლობლებიც მეფუტკრეობაში აზერბაიჯანმა თავისი მოსახლეობისგან უკლებლივ შეიძინა თაფლი საკმაოდ კარგი თანხა გადაუხადა წვრილ და გლეხე ფერმერებს და აზერბაიჯანმა თაფლი მიყიდა კორეას და ახლა ვნახოთ ჩვენი ქართული სახელმწიფო რას აკეთებს ან ზოგადად ვნახოთ ჩვენმა ქართულმა სახელმწიფომ რა გააკეთა ამასთან დაკავშირებით და მე გავაგრძელებთ კიდევ ვიდეოს შემდეგ გავაგრძელებ კიდევ საუბარს ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტი იმისთვის, რომ შეიძინოს რუსული თაფლი და ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდანილი პროდუქტით დაადგმოს ქართული პოლიციის მენიუ. და ეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო იმავე ბიუჯეტიდან არაერთ მილიონს უშედეგოდ ხარჯავს ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, საქართველოში მეფუტკრეობის აღორძინება ჯერაც მხოლოდ ოცნების დონეზე რჩება. პოლიტიკური წარმომავლობის გარდა კი რუსული თაფლის სითქმოს სხვა ფაქტორებიც ამწარებს. ქართველი მეფუტკრეები აღშფოთებას ვერ მალავენ. სახელმწიფო რუსულ თაფლში იმაზე მეც იხდის, ვიდრე პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე ღირს და ეს მაშინ როდესაც აქაურ მწარმოებლებს წლების განმავლობაში დაგროვილი მარაგი გასაყიდი აქვთ. მარიკა გოცირიძე განაგრძობს თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში. მარიკა, რატომ თვლიან მწარმოებლები, რომ 1 მილიონი ლარის გადახდა 74 ტონა რუსულ თაფლში ბიუჯეტს და ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს? თაფლის ტენდერი უკვე დასრულებულია და როგორც დოკუმენტაციით ირკვევა ამ ტენდერში გამარჯვებულია კომპანია VT. ეს კომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 1 წლის განმავლობაში მოამარაგებს რუსული თაფლით. სახელმწიფო უწყების ამ გადაწყვეტილებას უკვე მოყვა ადგილობრივი მეწარმეების პროტესტი. მეფუტკრეები აცხადებენ, რომ იმის ფონზე, რომ მათ ავზები აქვთ სავსე და წლების მარაგს რეალიზაციას ვერ უწევენ სახელმწიფო უწყების მხრიდან. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა იმას, რომ მათი საქმიანობა არის ფუჭი და ყველა ფინანსური თუ ადამიანური რესურსი ამ დარგის განვითარებისთვის იყო ფუჭი. მეფუტკრეები ასევე აცხადებენ, რომ მათ სურდათ მიეღოთ მონაწილეობა ამ ტენდერში, თუმცა ტენდერი გამოცხადდა მარცვლეულთან ერთად და მათ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს ამ ტენდერის შესახებ, რაც ტენდერი დასრულდა. ასევე მეფუტკრეები აცხადებენ, რომ თაფლი რომელშიც 1 კილოგრამში შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიხდის 14 ლარს და ამ ფულს გადაუხდის რუსულ კომპანიას, იგივე თაფლის შეძენა საქართველოში შესაძლებელი იყო 10 ლარადაც. ის ტენდერები, რომელიც ცხადდება კონკრეტულად თაფლის შეძენაზე, რა თქმა უნდა, მისი რეალიზება უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნით. როგორც ახლა ირკვევა, ტენდერი გამოცხადებული იყო ის მარცვლეულის კულტურების შესყიდვასთან ერთად და კლასიფიკატორით ეს არ იძებნებოდა. თორემ იყო სერიოზული სურვილები, ჩვენ ვეღარ შევძელით ჩვენმა მწარმოებელმა თაფლის გაყიდვა. დარჩა რეზერვებში დიდი რაოდენობა, შარშან იგივე მოხდა. ვერ გაყიდა მოსახლეობამ 2 წლის რეზერვები ძალიან დიდია ქვეყანაში დაგროვილი, მოსახლეობას უჭირს და ვერ გაუყიდია ეს თაფლი. მაშინ ისვება კითხვა, მაშინ რა გვინდა განვავითაროთ წარმოება, თუ ჩვენ ვერ გავყიდით ამ პროდუქციას. ჩვენი შიდა ბაზრის ფასები, საბითო ფასები თაფლისა დღეს დაფიქსირებულია 10 ლარის ფარგლებში. ასეთი თაფლი, რომელიც შეიძლება დღეს შეიძინოს კონკრეტულმა გამარჯვებულმა, მას შეუძლეს 10 ლარათაც შეიძინოს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვითის დამფუძნებელი ეს არის იუზა ჯოგლიძე, რომელსაც ბუნებრივია ჩვენ დავუკავშირდით, თუმცა მან არ ისურვა ჩვენთან სატელეფონო საუბარი, ჩვენ შემდეგ მივაკითხეთ იმის სამარძე, რომელზეც არის დარეგისტრირებული ეს შეპესე, თუმცა ირკვევა, რომ კომპანია, რომელსაც უნდა ქონოდა სანტენდერო პირობების მიხედვით 9 მილიონიანი ბრუნვა, იუზა ჯოგლიძეს დარეგისტრირებული აქვს ბიძაშვილის ბინაზე, რომელიც არის დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში. დიდი ხანია შეგასაკეთებს. ვაი, ახლა ვიცი, არც არ ვიცი. რაღაც კვების ობიექტები აქვს და შეიძლება მაგაც ხონდეს, ეს ზუსტად მე ვერ გეტყვით, მათ არ ვიცი. საკვები პროდუქტები რუსეთიდან შემოაქვს. ესე მართლა არ ვიცი. აბა თქვენ სახლზე რატო აქვს დარეგისტრირებული? არ ვიცი, საერთო ბიზნესები არ ვიცი. თქვენს მეუღლესთან აქვს საერთო ბიზნესი? ჩემ მეუღლესთან არა. ნუ ერთად აკეთებენ რაღაცას მაგ სისტემას შეიძლება ერთად არ ეწმენ, მაგრამ ნუ ახლობლები არიან ეს შეიძლება რაღაცაში დაჭირდა მე კონკრეტულად ვერ გეტყვი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თავს სრულად შემოიტანს რუსეთიდან, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ხელმისაწვდომია სატენდერო პირობებთან ერთად. ბუნებრივია ჩვენ დავუკავშირდით იმ კომპანიასაც რუსეთში, რომლისგანაც უნდა შეიძინოს შეპესე ვითი თაფლი, მათ დაადასტურეს, რომ ისინი თანამშრომლობენ ამ სახელმწიფო უწყებასგან და თაფლი, რომლითაც მოამარაგებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოპოვება ხდება როსტოვსა და კრასნოდარში. თაფლს რუსეთიდან ეტაპობრივად შემოვიტანთ. პირადად შევხვდი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯოგლიძეს, როდესაც მოიგეს ტენდერი ჩვენ დაგვიკავშირდნენ და ყველაფერი მოვილაპარაკეთ. კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია, ვერ გეტყვით რა რაოდენობით მოვამარაგებთ და ფასსაც ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ვითისგან რუსულ თაფლს შეიძენს 73 ტონაზე მეტს, ასე არის გათვალისწინებული სატენდერო პირობებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას უკვე მოყვა ადგილობრივი მეფუტკრეების პროტესტი და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ისინი უახლოეს დღეებში მოითხოვენ, რომ შეხვდნენ სამთავრობო წარმომადგენლებს. აი ახლა ეს ყველაფერი ზოგადად არის ერთგვარი ასე ვთქვათ, ჩვენი ქართული წარმოების პროდუქციის ჩაძირვა. მაშინ რა დავარქვა, მეგობრებო, ამ ყველაფერს. მე მახსენდება სააკაშვილის დრო, როდესაც ეს არ არის მე ზოგადად მინდა რომ ვიყო ობიექტური, თუმცა ახლა უსმენდით რუსთავიორის რეპორტაჟს, მაგრამ მე მინდა ობიექტური ვიყო, როდესაც თუნდაც სააკაშვილის დროს ხდებოდა რუსებზე თითის გაშვერა, მაგრამ მთელი დენის რესურსი, მთელი ენერგო რესურსი, რაც შეეხება დენს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია, მთლიანად გადაეცა და მთელი ენგური გადაეცა რუსულ კომპანიას, რუსებს და დღეს ჩვენ ვიყენებთ რუსეთის დენს. ანუ დღეს ჩვენ რუსეთის დენით ვართ დამოკიდებული რაღაც ხელშეკრულებები, იმდენი რაღაც მახინაციები. აი ერთ რაღაცას ვერ ხვდები, თუ ჩვენ გავიგე, მაგრამ თუ ჩვენ უძახით, რომ რუსეთი არის და მე ვამბობ, რომ მარტო ოკუპანტი არ არის, რუსეთი არის ძაღლი, ღორი, გაიძვერა, იმიტომ რომ მან წლების, საუკუნეების მანძილზე და რაც მაგ ქვეყანამ დაიწყო არსებობა, მის მერე გოთვერანი და ჩათლახი ქვეყანა არის დაწყებული მეფე ერეკლის დროს რა ტყავი გაგვაძრო და მის მერე ხო უკვე მოყოლებული ამ თემას მოდი ეს ისტორიის ნაწილია და დღეს არ მინდა ერთმანეთს ჩაურიო, დღეს უბრალოდ მინდა კონკრეტულად როგორ არის იცი, როდესაც ვითხოვთ ჩვენ რომ რატომ იცლება ეს სოფლები, აი როგორ არის, აი მე ერთი რაღაცა მიჩდება აზრი, რომ აი როგორ არის იცი, მაშინ რათ მინდა წარმოება, აი მაშინ რათ მინდა ავაშენოთ ამდენი სიტყვაზე ფერმერები, ფერმერული მეურნეობა, ისინი საწარმოები, თუ მე ვერ მოვახდენ რეალიზაციას, მივხვდი, რათ მინდა მაშინ ეს ყველაფერი, თუ სახელმწიფო გვერდში არ დამიდგება, თუ ამ ყველაფერში გვერდში არ დაგვიდგება სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაშინ რა თქმინდა ეს ყველაფერი, როგორ გავაკეთო, რანაირად გავაკეთო. ამიტომ
მე ვიტყოდი რომ სახელმწიფო უფრო სხვა კუთხით უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და პირადად უნდა იყოს დაინტერესებული, მაგრამ დღევანდელი იმიდან გამომდინარე არაფერი არ მიდის ისე რომ თითქოს აინტერესებთ ვიღაცას სოფელის აღორძინება, თითქოს აინტერესებს ვიღაცას მართლა ქართული წარმოების აღორძინება. მე ამას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ სახელმწიფო არ იძენს. მე მაგალითად ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ და სიტყვაზე მე მზად ვარ აქვეც ვეტყოდი სახელმწიფოს რომ ნებისმიერ დიდ კომპანიას, მათ შორის სახელმწიფოს, თუნდაც ჯარს, თუნდაც პოლიციას, თუნდაც ციხეს, აი ღორის ხორცის წარმოებას, საქონლის ხორცის წარმოებას ძალიან ბევრს მე ვიცნობ, ახლობლებს, მეგობრებს, ამათ ყველას გავერთიანდებოდით, როგორც წოდინებოდა, რომ სახელმწიფო აგერ ჩაიბარებს ჩვენ ღორს, ხომ? სიტყვაზე მოვა ადგილზე, გადაგვიხდის თანხას, რომ შენც გესიამოვნოს, იმ გლეხსაც ესიამოვნოს, რომ ის სოფელში დამაგზეს და ამ სოფელში გადასახადი მიწის გადასახადი სახელმწიფო მიწაზე გადასახადს გიწესებს. ყოველწლიური გადასახადი აქვს, ჰექტორობით გადასახადი, რომელიც მე მაგალითად რა პატარა მიწა მაქვს შეძენილი და გადასახადი მომდის და ვიხდი, მე დავთესავ თუ არ გადავთესავ, მიწის გადასახადს მიწესებ და შემამაცხონებულო რაღაცი დამეხმარე, კაცო, რაღაცეთ იმასკენი, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? რითი უნდა ვიარწებოთ ეს ამ ქართველმა ხალხმა, რითი უნდა იმას გქონათ? აი მე ვერ ხვდები ეს ხალხი დღეს ხვალ ამ პოლიტიკაში რომ მოდიან, ეს პოლიტიკა მთელი ცხოვრება ეს პოლიტიკა ხო არ იქნება? აი ახლა გამოძვრენ ქართული ოცნებიდან გამოძვრენ რამოდენიმე ადამიანები და აი თითქოს ახლა დაიწყეს გამიგე პესელიამ და ამან და იმან და თითოეულმა ხალხმა თითქოს ახლა გაახსენდათ ხალხი და ახლა დაიწყეს არიქა და თურმე ახლა როგორ უჭირთ ჩვენ ხალხს ამ თემაზე უფრო კონკრეტულად შევეხები მათ გაიძვერულ მლიქნელობას რომ გაუტყბათ ამათ სკამებზე ჯდომა და სამარცხვინოა ეს ყველაფერი მე ვიტყოდი სამარცხვინოა როდესაც ქართული მიწა უხმოსავლიანია ქართულ მიწაზე გიждდება უცხოელები და მათ შორის ერთს მინდა აქვე ხაზს გაუსმა რომ სახელმწიფო პროპაგანდას უწევს უცხოელს მათ შორის როდესაც ახლა ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს ხაშური რიკოთის მონაკვეთზე ხარაგაულის გადასწრებ მათ მე მყავს ძალიან ბევრი მეგობრები ახლობლები იმ ტერიტორიაზე სოფლებზე და იქ არიან ჩამოსული არის ჩინური კომპანია რომელიც აწარმოებს გვირაბებს ქვიშხეთიდან გადადის ხარაგაულზე მანდარის პერევალის მონაკვეთი კონკრეტულად ნუნისის ზვარის მონაკვეთი იქ ანეულის მონაკვეთი ვინცითის ის ადგილები დამეთანხმებით და სავსე არიან ჩინელებით და ამას წინათ მეგობრებს ველაპარაკე რაიონში და ჩინელებმა მოითხოვეს ახლა ქვიშხეთში ხაშურში მათ უნდა მოითხოვეს თავიანთი საკუთარი სკოლის დაარსება და სახელმწიფო დათანხმდა ამაზე უნდა ახლა მიდის მოძიება რომ სად გამოუყონ ტერიტორია რომ ანუ ჩინური სკოლაც დადგება გასაგებ ჩვენი სკოლები ხო ყვავის უკვე რა სამობ ჩვენ ხო უკვე ვსწავლობთ დუღ და გადავდივართ და სხვა ქვეყანას ეს არის ეს პათხალიმობა როდესაც რაღაც ფულის გამო გაგყიდის ისევ ქართველი თუ გაგყიდის ეს არის სამართო ამ თემას შევეხები უფრო დეტალურად რომ ამაზრზელია ბიჭო შენი ქართული სკოლა მოაგვარე ჯერ არასეტენები ჩინური მასე რომ ჩინელებმა გამოთქვეს პრეტენზია იყიდეს გვარები გავსულელდი კაცო ყოველი მეორე ჩინელს ხედავ ჩინას ქართველი გვარი აქვს გამიგე აი ქვიშხეთში არიან მაგათი ბაზა არის ქვიშხეთში და უფრო კარგად ვისაუბრებ მაგაცი ქართულ ბიჭო გამიკვირდა კაცო ეს პასპორტში ქართულია სახელზე ხედავ მოპრუწული თვალებით არის ორღერ ქართულს ლაპარაკობს და ნელ-ნელა სწავლობენ ქართულად მაგრამ
მალე ალბათ ის ტერიტორია გახდება ჩინეთი, პატარა ჩინეთი. ანუ ამ თემაზე კიდევ შევეშვათ. ახლა ცოტაოდენ რამ ერთ-ორ ვიდეოს კიდევ ჩავრთავ ამასთან დაკავშირებით. ის კვერცხისა და ხორცის წარმოებას მესამე კვარტალში კლების დინამიკა ჰქონდა. საქსტატის მონაცემებით, ივლისსა და სექტემბერში ქვეყანაში ხორცის წარმოება 17.8%-ით შემცირდა და 12,000 ტონაში ადგინა. შარშან ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 14,600 ტონა იყო. ამავე პერიოდში 19,600,000 ლიტრით 152 მილიონ ლიტრამდე შემცირდა რძის წარმოება, ხოლო კვერცხის წარმოებამ 115,300,000 ცალი შეადგინა, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამარცხვინოა გამიგე ნელ-ნელა მცირდება, რატომ მცირდება? რეალიზაციას ვერ ახდენს გლეხი და მარტო 1-2 დიდი ფერმერია და შემოყავთ გაყინული ხორცი. ახლა აი ამაზეც მექნება აგერ საუბარი მაგასთან დაკავშირებით. ადგილობრივი საქონლის ხორცის დეფიციტია, მწარმოებლების განცხადებით ხორცზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ადგილობრივმა წარმოებამ იკლო. ამას ემატება ქვეყნიდან ცოცხალი საქონლის გაზრდილი ექსპორტით. სამაგეროდ იზრდება გაყინული ხორცის იმპორტი. რა აფერხებს საქონლის ხორცის მიწოდების ზრდას? იმ ფონზე, როცა მოთხოვნა მზარდია და რა პრობლემებია ხორცის წარმოების დარგში? ეკა გაზდელიანი არ გვერდა დეტალებს და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ეკა რას ამბობენ ბაზრის მონაწილეები, რაში უნდა ვეძებოთ მიზეზი? საქონლის ხორცის პროდუქტია, რომელიც იმპორტირებული სასურსათო პროდუქტების ერთად ათეულშია, მხოლოდ 2017 წელს 124,000 ტონა იმპორტირებული ხორცი შემოვიდა საქართველოში, რაც ძირითადად გაყინულ ხორცს მოიცავდა. შესაბამისად, სამასპინძლო სექტორში აცხადებენ, რომ ბაზარზე ხარისხიანი ხორცის სერიოზული დეფიციტია. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი სახელდება ის, რომ იმატა სასტუმროების და რესტორნების რაოდენობამ, გაიზარდა ტურიზმი და შესაბამისად ამ პროდუქტზე მოთხოვნაც, თუმცა მას ადგილობრივი წარმოება ვერ ეწევა, ხოლო უცხოეთიდან შემოსული გაყინული ხორცი მაღალ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. იქედან გამომდინარე, დღესდღეობით ქართული ხორცი ვერ აკმაყოფილებს ბაზარს, შემოდის ასევე უცხოური ხორცი, რომელიც დისბალანსს უყეთებს ბაზარს და ხდება გარკვეული რყევები. და ეს მთლიანი, ასე ვთქვათ, სურათი იხატება დღეს, რომ დღეს ბაზარზე რეალურად ჭირს ხარისხიანი ხორცი. როდესაც ხარისხიანი ხორცის დეფიციტი ხდება, რას აკეთებს ამ შემთხვევაში მომხმარებლის საწინააღმდეგოდ მიმწოდებელი ანაცვლებს ამ ხორცს უხარისხო ხორცით, იმპორტირებული გაყინული ხორცით და ხდება ამ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით მომხმარებლის წყალებში მოტყუება. ხორცი მცირედით, მაგრამ გაძვირდა დახლებსაც. რეალიზატორები ამის მიზეზად ასახელებენ სწორედ იმ ფაქტორს, რომ რეალურად მათ უჭირთ საქონლის ხორცის მოძიება, როგორც რეალიზატორები აცხადებენ, ძირითად შემთხვევაში დასაკლავ პირუტყვს ეძებენ რეგიონებში, თუმცა ეს პროცესი სულ უფრო და უფრო რთულდება. გაძვირდა მაგიტო, ძნელად იშოვება. 15 ლარი ის უძვნო. ზრდლის 12 ლარი. ფასი მომატებულია ხორცის ასაღები და გასაყიდი იგივე ფასი დარჩა. დაახლოებით 54 ლარი კილოზე. შემცირებულია ის ხორცი საქონელი უცხო გააქვთ უცხოეთში და კი, ავარა ფასების დაზე მოგხდა. ჩვენ ვკიდულობთ ისე მოსახლეობიდან, ისე არ არის, აი მოსახლეობაში როგორი ფასია ისე ვკიდულობთ. ხობაში არ არის დეფიციტი, ანუ იყიდება. ჯერჯერობით შოულობთ, რა ვიცი. ხვალიდაზე რა იქნება არ ვიცი. რატომ იქნება ადგილობრივი ხორცის დეფიციტი ბაზარზე და რატომ არის ხარისხიანი ხორცის შეძენა ბაზარზე პრობლემური? ამ კითხვით გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას მივმართეთ. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ქვეყნიდან ბოლო წლების განმავლობაში იზრდება საქონლის ხორცის ექსპორტი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე დანაკლისი სწრაფად ვერ ივსება ხანგრძლივი ციკლურობის გამო. ფაოს პროექტების მენეჯერი მიხეილ სოხაძე ამბობს, რომ თვითუზრუნველყოფის გასაზრდელად და დეფიციტის შესავსებად გამოსავალი ფერმების გამსხვილებაშია. ხარ როგორც მოგეხსენებათ დოლიდან სულ რამოდენიმე თვეში უკვე ექსპორტზე გადის ან იკვლება, ხოლო პირუტყვის შემთხვევაში კი ეს ციკლი უფრო დიდია. ამიტომ ანუ მათ უფრო მეტი წელიწადი ჭირდება დაახლოებით და ცოტა მეტიც, რომ მათმა იმას აქვს მიაღწიონ, რომ დაიკლან ან საექსპორტოდ მოხდეს მათი გადაგზავნა. მოსახლეობის აქტივობაც ნაკლებია და ალბათ აქ ფერმების გამსხვილებაზე უნდა ვიფიქროთ, რაც საომალოდ იმედია, რომ ქვეყანაში მოხდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. გეტყვით ციფრებს, მაგალითად 2016 წელს ასეთი პირუტყვის რაოდენობა ქვეყანაში 962,000 აჭარბებდა, ხოლო გასულ წელს ეს რიცხვი 909,000 სულამდე შემცირდა. აი ახლა დანარჩენი უკვე თავად მაყურებელმა განსაჯოს და გამოიტანოს, რომ როგორ არის იცი ამასთან დაკავშირებით აქვე შემოდის საქართველოში შემოდის გაყინული ხორცი, როდესაც ჩვენი ცოცხალი ხორცი გადის, ცოცხლად გადის, თუნდაც საქონელი ღორიც ჭირს, ღორის ხორცის რეალიზაცია უნდა ეძებო და არადა ქართველი და უცხოელი რო ჩამოდის, თავს ვიწონებთ ქართული მწვადით და ბიჭო ეს ქართული ღორის მწვადი მამაშ საიდან თუ შენი ადგილობრივი წარმოებიდან არ მოიტანე ეს ყველაფერი ძალიან ცუდი სურათია რა ამასთან დაკავშირებით და აუცილებელი არის რომ სახელმწიფო თუ კიდევ ორი ღერი ნამუსი შერჩა ვიღაცას აუცილებლად უნდა მოხედოს და ერთად უნდა მოხდეს ჩაბმა რომ სოფლის მეურნეობა როდესაც მოხდება იმის წარმოება ის თავად სახელმწიფომ უნდა შეიძინოს სახელმწიფო უნდა უწევდეს ამას პოპულარიზაციას მაგრამ თვითონ მილიონები ხო უნდა იშოვონ და რანაირად იშოვებენ მილიონებს ამიტომ არის რომ როგორ არის იცი ჩვენთან ჩვენი ადგილობრივი ხორცი თუნდაც ჩვენი ადგილობრივი თაფლი აიღე ვერ იყიდება ღორის ხორცი ვერ იყიდება კარტოფილი ჩვენი კაპიკებია და გასულ წელს 125 ტონა კარტოფილი შემოვიდა თითო პარტიაზე და როგორ აქ კიდევ ძალიან ისეთი ის არის რომ აი როდესაც სახელმწიფო ხარ მამაცხონებულო აქედან გააყავს აქედან ჯანსაღი პროდუქტი გაგაქვს და ნაგავს საჭმელ შენს მოსახლეობას თუნდაც შენს პოლიციას ჯარს ციხეს თუ ყველას ანუ ერთი მთლიანი ჯაჭვი უნდა შეიკრას მთლიანი ჯაჭვი უნდა იყოს მეცხოველეობის მეფრინველეობის სოფლის მეურნეობის წარმოება ტურიზმის წარმოების და სახელმწიფოს ანუ ერთი მთლიანი ჯაჭვი რომ ჩვენ შეგვეძლოს და იმ გლეხს შეეძლოს თუნდაც იქ რომ არის რომ ეს სიტყვა რომ შემოგვესია იმ სიტყვისგან მიყენებულ ადამიანს იმ ზარალს ბიზნესმენს კი არ უნდა ატენიდეს შენ სახელმწიფომ შენ თვითონ უნდა შენი მოსახლეობის შეისყიდო და დადექი გამოხადე და არაყი გააკეთე რაღაცა ქენი რომ ეს შენ ხარ ის ბიზნესმენი რო ვარ მე მინდა ხარისხენი ყურძენი ვიყიდო რომ ხარისხენი ღვინო ვაწარმო ანუ აქ არის ეს არის გადმონაშთი ჩვეულებრივად ანუ საქართველოს ასე ვთქვათ ერთეულები ცდილობენ ადამიანების გაჭირვების ხარჯზე თვითონ გამდიდრდნენ და ეს ეტაპები მოდის შევარდა 90-იანი წლებიდან უკვე დაიწყო ეს ეტაპები სააკაშვილის პერიოდი ახლა ივანიშვილის პერიოდი და ამ ერთ მთლიან სახეს ვხედავთ უკვე 90 წლიდან დღემდე ვიღაცა აგინებს ვიღაცა პოზიციაში ვიღაცა ოპოზიციაშია და ამით ერთმანეთს გვამასხარებს ამით ერთმანეთს აი ესე ვთქვათ ლათავზე ლაფს გვაყრეს და ერთ დღესაც მე დარწმუნებული ვარ ქართველ კაცს ამოუვა ყელში და კუდით ქვას ასროლინებს ამ ყველა იმ უღმერთოს და ყველა იმ სულგაყიდულს რომლებიც შეძვრენ რუსეთის სპეცსამსახურებში თუ ევროპის სპეცსამსახურებში როგორმე თანფულებიც იყიდონ და თან საქართველოს მიწიან გოჯიან ხალხიან პროდუქტიან გაყიდონ გაატყავონ და ჩვენ გაგვაქციონ აქედან რომ მერე კარგად დარჩეთ საქართველოს კაი ჭამონ კაი სვან იმიტომ რომ ამაზე კაი მხარე სად არის ჯანსაღი წყაროს წყლები რა ყველაფერი ულევი გვაქვს მაგრამ ჩვენ მათხოვრად ვიქეცით გაუმათხოვრდით ამიტომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს არ უნდა
შერჩეთ ამათ და აუცილებლად ამ ხრი უნდა მიაქციონ ყურადღება და მე გული მტკივა თუნდაც თაფლთან დაკავშირებით რატომ კაცო ადამიანმა იშრომა ნუ თუ საქართველოში ბიჭო ქართული თაფლი ნუ თუ არ გვაქვს რომ რუსეთიდან არ შემოვიტანოთ თაფლი და ნუ თუ საქართველოში თაფლი დაილია სამარცხვინოა ეს ყველაფერი ამაზრზენია რა სირცხვილია აი ნამდვილად სირცხვილია და მეტი არაფერი თავს ვიწონებთ რომ ქართული ფუტკარი ეს უძველესი ასე ვთქვათ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წითელ წიგნში უნდა შეიყვანო ქართული ფუტკარი და ფუტკარი თუ წითელ წიგნში შეიყვანე მაშინ შემამაცხანებულო თავს ვერ ყიდის გლეხი გამიგე და თავს ვერ ყიდის უხმებათ ულპებათ ტონობით თაფლი რო აქ 1 2 3 ლიტრი შეიძლება გაყიდო ამდენი თაფლი ზა უნდა წაიღოს კაცო ხალხსაც არ აქვს ფული რაფერი იყიდოს საიდან იყიდოს ხო და აი გულდასაწყვეტი კი გასივდები ჭუაზე და აღარ იცი ადამიანმა რა ქნა აი ძალიან ცუდია ასეთი მიდგომა არ შეიძლება კაცო ბიჭო ჯერ შენი გლეხის შენი სოფლის შენი ქვეყნის პროდუქტით მოამარაგე შენი სახელმწიფოს ვეუბნები და მერე თუ დარჩება ადგილი კაცო მერე ჩაამატე ის უცხოური მაგრამ იმ უცხოურიდან უნდა იშოვონ მილიონები და ჩვენ ხო უნდა მოვკლან გავგუდონ გაგვანადგურონ ყველანაირი ექსპერიმენტი უნდა გაგვიკეთო და სხვა ვერაფერს ვხედავ მე გამოსავალ სხვას არგით მეგობრებო ეს მინდოდა ზოგადად ეს ვიდეო იმისთვის ჩავწერე რომ აი ზოგჯერ ჩემ თავსაც ვეკითხები რომ აი რა გვინდა წარმოება თუ ჩვენ თვითონ ვერ მოვახდენთ მის რეალიზაციას შეუძლებელი ახლა როგორ არის იცი 2020-21 წლიდან ნელ-ნელა იწყება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მეღორეობის ყველა ინდივიდის რეგისტრაცია მერე მოხდება მისი საგადასახადო სისტემა იმიტომ რომ ახლა უკვე 2004 წლის შემდეგ ვინც მიწა შეიძლება ახლა მე მაქვს რაღაც 2 კაბიკი მიწა შეძენილი და ყოველწლიური გადასახადი მაქვს მიწის გადასახადი მივხვდი მიწაზე რომ ახდევინებ ფულს შემამაცხანებულო მიწის გადასახადია და გადასახდელი მაქვს და იმის გამო ერთ ახლობელს არც ვიცოდით გამიგე რამოდენიმე წლის წინ 1-2 წლის წინ მაგის გამო 200 თუ 300 ლარის გამო გაუყიდეს მიწა აუქციონზე გაუყიდეს მიწა და გავარკვიე თურმე მიწის გადასახადი იყო შემოსავლების სამსახურში უნდა გადაგეხადა და მეც შემთხვევით ახლა ახლობელზე მქონდა მიწა რა დარეგისტრირებული და როდესაც ჩემ სახელზე გადმოვიფორმე მიწა რომ იქ რაღაცა ფერმა რაღაცა ავაშენო მეთქი იქ მაქვს 2500 კვადრატი ბიჭო დავხედე რომ იპოთეკა იყო ამოსული კაცო არსად არ შევსულო რა ის იპოთეკა არ ვიცოდი გამიგე იმაზე კონკრეტულად იმაზეც სასოფლო სამეურნეო სამოსახლოა სადაც მინდოდა პატარა რაღაცა გამეკეთებინა და შევხედე რომ მაქვს 2 წლის გადასახადი და წელს ვიყო უკვე მე-3 წელი თუ წელს რო შემთხვევით რო არ გამეგო შემოდგომაზე შეიძლება ჩემი წელში მოსულიყო ვიღაცა გაეყიდა თამათ და დავჩებოდი ხახამშრალი მე უმიწოდ და უყველაფროთ და ეს არის კაცო სამართალი ეს არის სახელმწიფო არ ვიცი მე რა ვიცი რა ვთქვა არ ვიცი ერთი ვიცი ის რომ ასე ცხოვრება შეუძლებელი და აუტანელია თუნდაც აუტანელია ისე ცხოვრება როდესაც მთელი საქართველო გაიყო 2 გუნდად ნაციონალებით და ქართული ოცნებით და ერთმანეთის ქილიქს ერთმანეთის ტრაკის ხოცვას ერთმანეთის ქიშპობას ერთმანეთის გადამტერებას გვაყურებინებენ ამ ხალხს ბიჭო მაგრამ ნაციონალების და ქართული ოცნების მეტი არ არის დედამიწაზე ამ ქართულ სივრცეში მეტი არ ვართ კაცო ხალხი მე არც ქართული ოცნების წარმომადგენელი ვარ არც ნაციონალი მე ვარ ქართველი ძირძველი მამაპაპის დანატოვარი შვილი და ბიჭო დავიღალე ქართველების გადაკიდებით ქართველობის შუღლით დავიღალე კარგი იქითაც არის კარგი აქეთაც არის გოთვარანი და მამაძაღლი ყველგან არის ყველა ერშიც არის და ნათესავშიც და მოკეთეშიც ამიტომ
ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დამთავრდეს. ესე არ უნდა იყოს, როგორც მახსოვს მე ის პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს 90-იან წლებში, როდესაც გაიყო ჩვენი ქვეყანა ზვიადისტებით, ჯაბათი, იოსელიანით, იქ მერე წავიდა სამოქალაქო ომი დაპირისპირება და რა შედეგამდე მივედეთ იმას დღესაც ვიმკით, რომ ძმას აუპატიურებდა, ხოცავდა სამეგრელო და დასავლეთ საქართველოში იყო ბურთი და მოედანი. ამ საწყალ ხალხს გლეხს ყველაფერი გადავიდა გლეხის კისერზე. რომ არ დატოვეს დიდი თუ პატარა გაანადგურეს 90-იან წლებში ძალიან კარგად ვიცით და ახლა უკვე ტექნიკურად ცდილობენ რასაც იმ მწვანე დოლარით გაყიდიან და ხო გაყიდეს და გაავსეს უცხოელებით და აღარ დარჩა არაფერი გასაყიდი აღარ არის რაღაც ყიდიან ჩვენ დავჭით ერთი გასაყიდი ალბათ ჩვენც მოგვადებენ თითო $100 და გაგვყიდიან მალე ცოტა ხანში ეს არის ამაზე ძენი და არ შემეძლო და მე არ შემიძლია რომ ამაზე არ თქვა და ჩემი პოზიცია არ დავაფიქსირო ეს არ შეიძლება უნდა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამისიანი ყველა ვართ ქართველი მხოლოდ განსხვავება რომ ზოგი ამა თუ იმ კუთხის შვილები ვართ მაგრამ ერთიან საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ერთიანი საქართველო უნდა აღვაღორძინოთ ფეხზე დავაყენოთ და ფეხზე რაფერ დავდგებით ანუ ჩვენი წარმოება ადგილობრივი წარმოება სოფლის მეურნეობა ტურიზმი რაღაცეები წიაღისეულია თუ რაც არის ყველაფერი უნდა ჯერ ქვეყანა მოიხმაროს და მერე გავიდეს ქვეყნის გარეთ კარგით მეგობრებო ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა შეიძლება დიდი ვიდეო გამოვიდა ან დიდი ვიდეო შეიძლება გამოვიდეს მაგრამ არა უჩვენებს რა ვქნა შენ შემოგევლე ვისაც პატარა ვიდეო გინდათ მაშინ გადაახვიეთ და თუ არა და ისე გადაახდით თუ არა და ისე ნახეთ რა უყო ეს ჩემი გულისტი რაღაცით ხო უნდა გულისტკივილი გამოვთქვათ ამ ქართველმა ხალხმა აბა რაღაცით ხო უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ხო ერთი ეს არხი იმისთვის მაქვს ხან კარგს ვიტყვი ხან ჩემს გამოცდილებას ვიტყვი, ხან ჩემს აზრს დავაფიქსირებ. მივიღდი სხვა მეტი არაფერი, ეს არის ჩემი პოზიცია, ასე არ უნდა იყოს. გადაშენების ქართული გენი წითელ წიგნშია შესატანი და გადაშენების პირას ვართ, როგორც ცხოველებით, მცენარეებით, მიწით, ასევე გადაშენების პირას არის ქართული გენი და ასე არ შეიძლება, ასე ცხოვრება, ასე გაგრძელება არ შეიძლება. რაღაცა უნდა გაკეთდეს ამისთვის. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. თქვენთან იყო MTV საინტერესო ამბებით. მე მისი წამყვანი მოსე ვარ. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე და დიდი ბოდიში თუ ცოტა დიდი ვიდეო გამომივიდა ამისთვის არ მიწყინოთ. ძალიან დიდი ბოდიში თუ მოგეწონათ ვიდეო გააზიარათ იქნება მაგათ ყურამდე მივიდეს, მაგ ბურჯულოების ყურამდე მივიდეს ერთი. მაგათმა ნახოს ერთი მაგ გამიზიარეთ ეს ვიდეო და ლაიქეთ მეგობრებო, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს, რომ ეს ადვილი არ არის ქართველი გლეხის გასრესვა ჩვენ უფრო მეტნი ვართ ვიდრე ამათ წარმოუდგენია და ქართველი გლეხის გასრესვა ეს ადვილი არ იქნება კარგით მეგობრებო მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ